მოგესალმებით ყველას, ვაგრძელებ საუბრებს დიდი მარხვის შესახებ. მეხუთე კვირაში ვიმყოფებით. დიდი მარხვის მეხუთე კვირა კი გახლავთ სინანულის დედის მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღე. ბუნებრივია, არ გაგვიჭირდება მიხვედრა, რატომ განაჩინა ეკლესიამ ამ ბუმბერაზი დედის ხსენება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ თავში მოვიძიოთ სინანული. აქამდე თუ ჩვენ წმინდა მამების შესახებ მოგითხრობდით, ეხლა უკვე დრო დადგა ესეთი დიდი მოღვაწე დედის შესახებ გესაუბროთ, რომ ჩვენში გაიღვიძო სინანულმა. მე-6 საუკუნეში მე ვფიქრობ, რომ სიტყვა მოღვაწეც კი ვერ აღწერს ამ ჩვენთვის წარმოუდგენელი ღვაწლის მქონე ადამიანის ცხოვრებას. თქვენ ყველა წაიკითხავთ მის ცხოვრებას და მე მინდა რაზე გავამახვილო ყურადღება თქვენში, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ბილწი ცხოვრებით ცხოვრობს, ოღონდ ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ მას რაღაცა ფინანსური ანაზღაურება უნდა, მისი ცხოვრების წესი იყო სხვა ადამიანების ჩათრევა სიძვის ცოდვაში და ერთადერთი სიამოვნება იყო ის, რომ სხვა ადამიანებიც დასნეულები იყვნენ აი ამ მომაკვდინებელი მრუშობის და სიძვის ცოდვით. და ერთხელაც მარიამ მეგვიპტელი დაემგზავრება მორწმუნეთა ჯგუფს, რომლებიც მიდიან მოსალოცად და როდესაც ის შედის ტაძარში, უпростоრად აპირებს, რომ ტაძარში შევიდეს, მას სულიწმინდის მადლი პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ხელს კრავს. თქვენ წარმოიდგენთ, რომ როგორ შეიძლება ღმერთმა ადამიანს ხელი კრას, მაგრამ ეს ხელის კრა გამოიწვევს მის მოქცევას. ხანდახან ეს სიმკაცრე, ხანდახან ეს გარკვეული მკვახე ქადაგება, ყოველთვის საწინდარი ხდება ადამიანის გამოღვიძების, მისი გონზე მოსვლის. ხვდება მარიამი, ეს ახალგაზრდა გოგონა, რომ ძალიან სოდვილია, რომ ღმერთმა ის თავის სახლში არ შეუშვა, ყიდულობს ტაძრიდან წამოსული სამ პურს, გადადის მდინარე იორდანეზე და უდაბნოში იწყებს მოღვაწეობას. 47 წელი ქარში, სიცხეში, ყინვაში, მას ტანისამოსიც კი შემოეძარცვება, ატარებს. ჩვენ არაფერი არ ვიცით იქ მის შესახებ, მაგრამ ის ვიცით, რომ ის არის მარტო, ის მას როგორც გავეშებული ძაღლები ეშმაკები დაასდევენ, რათა კიდევ შეაცდინონ, ახსენებენ ძველ ცხოვრებას, ბიძს იმღერებს და გარკვეულ ბიძს თავგადასავლებს და ასე ტანჯვაში ატარებს ის უამრავ წელს, 47 წელი როგორც მოგახსენეთ და შემდგომში სიკვდილის წინ სასწაულებრივად გამოეცხადება მას მამა ზოსიმე, ჩაიბარებს მის აღსარებას და შემდგომში აზიარებს. რატომ დაადგინა ჩემო ძვირფასებო დიდი მარხვის მეხუთე კვირაში ამ დიდი დედის ხსენება? იმიტომ რომ ჩვენ ვინც გულით და სულით ვინახავთ მარხვას, იოტის ოდენა სინანული მაინც გაცდეს ჩვენში. სხვის ცოდვებზე კი არ ვიმსჯელოთ და განვიკითხოთ, არამედ კარგად ჩაუღრმავდეთ, ჩავიდეთ ჩვენს გულებში და იქიდან აღმოსარება, სარის, წუხილის, დარდის და ტკივილის ამოღება შევძლოთ. მაგიტომ მოვიკელით საკვები, მაგიტომ ვაკეთებთ მეტანიებს, მაგიტომ ვაკეთებთ მოწყალებას, მაგიტომ ლოცულობთ, მაგიტომ გვაცვია შავები ღვთისმსახურებაზე შუა კვირაში, რომ ჩვენ სასულიერო პირებმა თქვენთან ერთად ჩვენს თავში მოვიძიოთ სინანული. რამე თუ მომავალი მე-6 კვირა უკვე არის დღესასწაული, უკვე არის ზეიმი, შაბათი არის ლაზარე შაბათი, მისი აღდგინება მკვდრეთით და საოცარი სასწაული მანამდე გაუგონარი და კვირა ბზობა ბაიაობა უფალთან ერთად შესვლა იერუსალიმში, ეს უკვე დღესასწაულია და თუ ჩვენ მეხუთე კვირას არ ვიქნებით სინანულში და კიდევ ერთხელ არ ამოვიღებთ ჩვენი გულებიდან და სულებიდან იმ ჭუჭყს, იმ სიბინძურეს, რაც იმდენად ჩაკირულია ჩვენში უკვე ვეღარც კი ვხვდებით ამას და გვიჭირს აღსარების თქმა და კარგია რომ ამ მარხვაში ჩვენ გენერალური აღსარება ვთქვათ ჩვენს მოძღვრებთან და ისე ვეზიაროთ კვირას, ისე შევხვდეთ უფალს ბზობას და ისე მოვიდეთ
აღდგომის ღამეს და ომახიანად შევძახოთ როგორც გამარჯვებულმა ადამიანებმა, რომ ქრისტე აღდგა. გთხოვთ, გირჩევთ, გეხვეწებით, გემუდარებით, უკვე როცა კურთხევას კი არ გაძლევთ, გეხვეწებით, აი მის შემიძლია რომ ყელი გამოგიწიოთ და გთხოვოთ, რომ ძალიან კარგად დაუკვირდით თქვენ სოდვებს. ძალიან ბევრი ადამიანი და შეიძლება მე მათ შორის იმდენ სოდვებშია ჩაფლული, რომ უკვე ვეღარ ხვდება ამას და გონია, რომ ისეთი არაფერი არ შეუცოდავს. რაღაცა ყოველდღიური სოდვები, მე რა ყველა სოდვილები ვართ, ყველა ამპარტავნები ვართ, ყველამ შევცოდეთ, ხო? ადამიანში, არა, ჩემო ძვირფასებო, კი, ყველამ შევცოდეთ, ყველა სოდვილები ვართ, მაგრამ დაკონკრეტება არის აუცილებელი. თუ სად არის ჩვენში ზუსტად აი ეს გასული ის მეტასტაზი ამპარტავნების, რომელიც ისე დამალული და ისეთი შეფუთული გვაქვს, რომ ვერც კი ვამჩნევთ. კარგად ვამჩნევთ ჩვენი ოჯახის წევრების სოდვებს, კარგად ვამჩნევთ ჩვენი მეგობრების და თანამშრომლების სოდვებს, მაგრამ კი ვაცხადებთ ფარისევლებით, რომ ძალიან სოდვილები ვართ, მაგრამ აი მოძღვარმა რომ დაგვისვას კითხვა ამ სხვა ადამიანმა, რომ რაში ხარ შენ სოდვილი? აი რაში გამოიხატება შენი ამპარტავნება, შენი ქედმაღლობა, შენი პატივმოყვარეობა, შენი სიზარმაცე, შენი გულვერაგობა, შენი აი ეს მოწყენილობა, ისევ და დაარდი წყარო მისი, სად არის ძაღლის თავი დამარხული? აი ამ ყველაფერს სჭირდება ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგი დაკვირვება და აი ამ ბოლო კვირაში ნების ვიდეოულში განსაკუთრებით მოდით ეკლესიაში და თქვენს მოძღვრებთან ბრძანეთ ახსარება ისეთი როგორც არასდროს არ გითქვავთ და თქვენი მოძღვარი და უფალი აუცილებლად მოგიტევებს თქვენს სოდვებს, რის გარეშეც ჩვენ ვერ ვსხონდებით. რამდენი მარხვაც გინდა შევინახოთ, როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს ის, ყოველ კვირაც რო ვეზიაროთ, აზრი არ აქვს ჩვენ ცხოვრებას, თუ ჩვენ სინანული არ გვექნება და სინანული ეს ნიშნავს ჩვენ შეცვლას, ჩვენ შემოbrunებას ღმერთისკენ მეტანოია. ყოველ კვირა ეზიარებოდა დაახლოებით, ყოველ კვირა კი არა, ყოველ დღე თითქმის ეზიარებოდა დიდი მამა იოანე კროშტანდელი. მარიამ ეგვიპტელი სულ ერთხელ თუ ორჯერ ეზიარა თავის ცხოვრებაში. და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კარგია ხშირი ზიარება თუ ხანდახან ზიარება. იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ როდესაც მოემზადებით შეძლების და გვარად სინდისის მიერ ახსარებას როცა იტყვით და განიცდით საკუთარ ცოდვებს, აი მაშინ უნდა ვეზიაროთ. ეხლა მარხვა თითქმის მთავრდება და ზოგიერთი თქვენთაგანი არც კი ზიარებულა, იმიტომ რომ აცხადებს ძალიან სოდვილია. კვირას რომ მოდიხარ წირვაზე, თავარი უნდა გაინტერესებდეს ის, რომ მე ვეზიარები თუ არა. მოძღვარს უთხარით ახსარება და მოძღვარი გადაწყვეტავს თქვენ ზიარების საკითხს და თქვენ ნუ გამოუტანთ ცრუ სიმკაცრით თქვენ თავს. არა მე არ ვეზიარები, არა ვარ მზად, ან მე ყოველ კვირა ვარ მზად ზიარებისთვის. არც ერთი, არც დღესასწაულებზე, არც სადაგდღეებზე, არც ყოველ დღე და არც ხანდახან. როცა ვიქნებით შეძლების და გვარად მომზადებული და როცა განვიცდით ჩვენს გულში და ჩვენს სულში თვისთა ცოდვათა გტკივა ძალიან გვაწუხებს და გვინდა ამ ყველაფრის მონანიება და შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ტყუილად ვკარგავთ დროს მარხვაში და ლოცვაში და ეკლესიაში სიარულში არაფერი ჩვენ არ მოგვეტევება. თუ განვიცდით, თუ ტირი ვართ და თუ ჩვენ დავინახეთ ჩვენ თავში და არა სხვაში ბევრი სიბინძურე, აი ამ ყველაფრის აღმოთქვა, აღმოსარება არის საჭირო და ღმერთი მოგვიტევებს ჩვენ სოდვებს. ღმერთმა დააგლოცოთ და კიდევ ერთხელ ვითხოვ შენდობას, კიდევ ერთხელ ვითხოვ თქვენგან პატიებას, თუ ჩემი განვლილი ცხოვრებით, ან აწმყოში, ან წარსულში რამე შემიცოდათ და დამბრკოლები ხავთ, ვითხოვ შენდობას, ვითხოვ შერიგებას, რათა ერთად შევხვდეთ მაცხოვრის იერუსალიმში შებრძანებას და მის ბრწყინვალე აღდგომას. ჩვენთან არის ღმერთი.